დღეს მინდა გესაუბროთ ერთ უსამართლო და არალოგიკურ დამოკიდებულებაზე კანონმდებლების მხრიდან. საუბარი მაქვს P2P გადარიცხვებზე და შემდეგ თქვენ გასაზღვრეთ, ვის შეიძლება აწყობდეს ან არ აწყობდეს ამ თემის მსგავსად წარმართვა. თქვენ ხშირად მეკითხებით, როგორ შეიძლება თანხის შეტანა ან გამოტანა სხვადასხვა კრიპტო ბირჟიდან. მე ამასაც გაჩვენებ და დასაწყისში მოგიყვებით თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესები ჩვენ ქვეყანაში და თუ თქვენ მაჩვენებთ მსგავსად დეტალურად ჩაშლილ და განხილულ ვიდეოს ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ჩამოვდივარ 100 ლარის ბიტკოინს, ხოლო თუ ვერ მაჩვენებთ, მაშინ გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. ვისთვისაც უცნობია თუ რა არის P2P გადარიცხვები და რას ნიშნავს, მათთვის ავხსნი, ეს არის ადამიანებს შორის ვალუტის მიმოცვლა. მაგალითად, თქვენ თუ გაქვთ ქეშად დოლარი, ან თუნდაც საბანკო ბარათზე დოლარი და მე მაქვს ბირჟაზე ციფრული დოლარი USDT ან USDC, ნებისმიერი ციფრული დოლარი. მე თქვენ გირიცხავთ ციფრულ დოლარს, თქვენ მირიცხავთ ჩვეულებრივ დოლარს და ეს არის ადამიანებს შორის მიმოცვლა ამ ვალუტის, ასე ვთქვათ, ბანკების და მსგავსი მესამე პირების ჩარევის გარეშე. ახლა კი აგიხსნით რა არის ამ მეთოდის დადებითი მხარე და რატომ მომწონს ის მე. მე როდესაც ვიყენებ P2P გადარიცხვას, მე მაქვს ყოველთვის იმაზე დაბალი და კარგი კურსი, ვიდრე თქვენ, როდესაც შეგაქვთ საბანკო ბარათით ნებისმიერ ბირჟაზე ან გამოგაქვთ. თქვენი ხდით დაახლოებით სომცერე 2%-ით მეტს მაგ ყველაფერში, ნაწილობრივ თქვენ უხდით ბანკს თავის საკომისიოს, ნაწილობრივ თქვენ უხდით შემდეგ ბირჟას თავის საკომისიოს. P2P გადარიცხვების დროსაც უხდით ბირჟას საკომისიოს, მაგრამ ეს არის ბევრად მცირე, ვიდრე როდესაც თქვენ ამას აკეთებთ საბანკო ბარათის მეშვეობით. კი, მე მაშინაც უფრო იაფს ვიხდი, როდესაც თქვენ გირეკლამებენ, რომ თანხის შეტანა რომელიმე კრიპტო ბირჟაზე არის უპროცენტო და ამაში არაფერს არ იხდით. რეალურად ჩვენ, ვინც P2P-ს ვიყენებთ, პირიქით აქეთ გვიხდიან ხოლმე ფულს. და ალბათ ახლა გიჩნდებათ კითხვა, თუ ყველაფერი ასეთი იაფი და კარგია P2P გადარიცხვების დროს, მაშინ სად არის პრობლემა? და პრობლემა არის ძალიან კომპლექსურ საკითხში და მოდი ახლა პრობლემის განხილვაზე გადავიდეთ. პრობლემები იწყება მაშინ, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ყველა შემთხვევაში ასეა, მაგრამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი ძირითადად ხდება ის, რომ თქვენ P2P-თ ვაჭრობთ ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ იცნობთ, არ იცით სახეზე როგორ გამოიყურება, არ იცით ვინ არის საერთოდ, რა საქმიანობს და ზოგჯერ მსგავსი ადამიანები არა თავიანთი სახელით, არამედ სხვისი სახელით გირიცხავენ ხოლმე თანხებს. ძირითადად პრობლემა ხდება ის, რომ ვიღაცა სხვისი სახელით გერიცხებათ თქვენ ანგარიშზე თანხა, თორე თქვენ თუ გადაურიცხავთ ვიღაც სხვას, ეგ დიდად პრობლემის გამომწვევი საერთოდ არაა. და მომხდარა ისეთი შემთხვევაც, ოღონდ მე ეს ვიცი მხოლოდ პოსტებიდან და შექმნილი პრობლემებიდან, რომლებსაც იუზერები ან ჩვეულებრივი მოვაჭრეები აზიარებდნენ, რომ ერთი და იგივე სახელი იყო იქ, ვისაც ურიცხავდნენ და გადმორიცხვითაც იგივე სახელით მიიღეს, უბრალოდ აღმოჩნდა ისე, რომ ეს ადამიანი მოუტყუებიათ რაღაც თაღლითური გზით და საბოლოოდ ეს ადამიანი ამდგარა, უჩივლია პოლიციაში, რომ ასე მოატყუეს, დაათაღლითეს და ასე შემდეგ და მივიდა ეს ყველაფერი იქამდე და ზოგადად მიდის იქამდე, რომ თქვენ უბრალოდ გიყინავენ საბანკო ანგარიშებს და რამოდენიმე თვით გიწევთ და იმშვიდობოთ ამ თანხას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გიბრუნდება ყველა ის შემთხვევა, რაც მე ვიცი, ყველას დაუბრუნდა. ალბათ ახლა კითხვა გაგიჩნდებათ, მაშინ რატომ მომწონს P2P გადარიცხვა თუ ასეთი სარისკოა? მარტივია ჩემ შემთხვევაში, ისეთ ადამიანებს მივმართავ P2P გადარიცხვაზე, რომელსაც პირადად ვიცნობ და ვიცი, რომ მსგავს სქემაში გახვეულები არ იქნებიან. ასე უკვე 5 წელია ჩვეულებრივ სარგებლობ ამ პროცესით და იმაზე დაბალ კურსს ვიღებ, ვიდრე თქვენ მიიღებდით საბანკო გადარიცხვებით. სანამ ანგარიშების უსამართლო დაბლოკვის ნაწილზე გადავალ, მანამდე მინდა გითხრათ სამართლიანი დაბლოკვის ნაწილზეც არის ეგეთი შემთხვევები, მაგალითად, აჰმედ ვიღაც უნდა გირიცხავდეთ თქვენ თანხას და რეალურად თანხა გერიცხებათ კარლო თევზაძისგან. მაგალითად ავიღოთ. ამის უკან შეიძლება ხდებოდეს ეგეთი რაღაც. აჰმედი ატყუებდეს კარლოს, რომ უნდა ჩაურიცხოს თანხა და ამ თანხის სანაცვლოდ აჰმედი პირდება რომ რაღაც გაუკეთებს კარლოს. მაგრამ რეალურად აჰმედი არც არაფერს არ გაუკეთებს, უბრალოდ ცდილობს ეს თანხა გადამალოს და სუფთად გამოვიდეს ამ სიტუაციიდან. ხოლო ამ მომენტში P2P გადამცვლელები ყურადღებით უნდა იყვნენ და არ უნდა დაუშვან მსგავსი შემთხვევები, ხოლო ვინც არ არის ყურადღებით და მსგავს შემთხვევებს უშვებთ, ისინი ჩემი აზრით ღირსიანია რომ დაუბლოკონ ანგარიშები. ახლა მინდა გადავიდე იმ უსამართლობაზე, რაც დასაწყისში ვახსენე და აგიხწერთ სიტუაციას და ალბათ თქვენც დამეთანხმებით. წარმოიდგინეთ, არსებობენ ადამიანები, რომლის სახელზეც თაღლითები აკეთებენ
ვერიფიცირებულ ბირჟას, ნებისმიერ ბირჟას არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული და არალიცენზირებული ნებისმიერი გაკეთება შეუძლიათ, არ ვიცი ეს რა მოტყუებით ხდება თუ თანხას უხდიან ამის სანაცვლოდ. იგივე ადამიანების სახელზე ისინი აკეთებენ ნებისმიერი სახის საბანკო ბარათს და წარმოვიდგინე, თაღლიც აქ ნებისმიერ რაღაც ამ ადამიანის სახელზე რაც მას ჭირდება, საბანკო ბარათი, სადაც თაღლიცის მიზანია რომ საბანკო ანგარიშზე ვიღაცის თანხა დაირიცხოს და შემდეგ მიითვისოს და სადმე გადაიტანოს, ხო? ამ ანგარიშიდან მას შეუძლია უმცირე PayPal-ზე გაიტანოს და PayPal-ზე რო გაიტან, იქ ეგეთი დაბლოკვა რაღაცები არ ხდება. იქიდან უმარტივესად შეგიძლია მე კრიპტოთ აქციო ეგ თანხა. და ასევე შეგიძლია, როდესაც გაქვს თუნდაც ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ბირჟა და გაქვს საბანკო ბარათი, ამ ბარათით შეიტანო ამ ლიცენზირებულ ბირჟაზეც თანხა ჩვეულებრივად და როცა კრიპტო გაქვს, მე всё მორჩა ნებისმიერი სახით, თუნდაც დუბაიში შეგიძლია გაფრინდე და იქ გაანაღდო, იქ არავინ თავისუფალ ზონებში არავინ არ ეძებს შენ საიდან მოიტანე ეს კრიპტო. და რა დააშავა მაინტერესებს P2P გადამცვლელებმა, რასაშავებენ ისეთ ზედმეტს, რასაც ესენი არ აშავებენ, ხო ვთქვათ, რატო უბლოკავენ ამათ ანგარიშებს, ეგ მაინტერესებს და ასევე მაინტერესებს ეს ლიცენზია, რომლის აღებაც, არ ვიცი, ურთულესია, აი გთხოვენ რომ თვეში მინიმუმ 14 დღე საქართველოში უნდა იყო, უნდა კონდეს მინიმუმ ოფისში კამერები უნდა გედგეს, ანგარიშზე რაღაც რაოდენობის თანხა უნდა გედოს და ძალიან ბევრი რაღაცას ითხოვენ, აი რას ცვლის ლიცენზია გარდა იმისა, რომ ბაზარი იყოს უფრო თავისუფალი, განვითარებადი და ყველასთვის ხელმისაწვდომი შეეძლოთ ადამიანებს მცირეოდენი თანხის გამომუშავება თავისი პატიოსანი შრომით. ლიცენზია არაფერს არ ცვლის ეგეთ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით. და ასევე კიდევ ერთი უსამართლობა არის ის, რომ უბლოკავენ ანგარიშებს მხოლოდ P2P მოვაჭრეებს იმის გამო, რომ ვიღაც თაღლითმა, ვიღაც ადამიანის დახმარებით შეძლო უბრალოდ იყიდა კრიპტო. რაც შეეძლო სხვა შემთხვევაშიც ექმნა, მაგრამ იმ შემთხვევებზე არავინ არავის პრობლემას არ უქმნის და მხოლოდ ეს ადამიანები იჩაგრებიან, რომლებიც ცდილობენ უბრალოდ შრომით თანხა გამოიმუშავოს. და ეგ არის მოკლედ უსამართლობა, რასაც ჩვენ ვაწყდებით სამწუხაროდ და იმედია რამე შეიცვლება ამ მიმართულებით. ახლა კი გადავიდეთ იმ პროცესზე, რომ გაჩვენოთ უბრალოდ რა, როგორი პროცესია და არაფერი ცუდი აქ არ კეთდება გარდა იმისა, რომ რეალურად პატიოსან ადამიანებს უმარტივდებათ უფრო დაბალი საკომისიოთი შეუძლიათ ნივთის, ამ შემთხვევაში ჩათვალეთ ნივთი არის ის კრიპტოაქტივი, რასაც ისინი ყიდულობენ ან ყიდიან. ახლა წავედით და გაჩვენებთ მაგ პროცესს. მოდი გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე თუ როგორ ხდება P2P-ის მეშვეობით კრიპტოს შეძენა ან გაყიდვა და გაჩვენებთ ვიყიდი და გავყიდი კიდეც უბრალოდ საჩვენებლად და აგეხსნით იმ ინტერფეისს რა რას ნიშნავს, აი თქვენ აქ ხედავთ Lars, აქ არის ვალუტების სხვადასხვა ჩამონათვალი, რომელშიც თქვენ გიდათ რომ ივაჭროთ, ვთქვათ თუ გაყიდით კრიპტოს დაგირიცხონ ლარი, თუ იყიდით გინდათ რომ ლარით იყიდოთ და აი აქ ზევით არის თქვენ რისი გაყიდვა, ან ყიდვა გსურთ, გირჩევთ რომ USDT გქონდეთ და USDT-ში ივაჭროთ, რადგანაც აქაა ყველაზე კარგი კურსი, აი მაგალითად თქვენ რო ახლა 1 USDT იყიდოთ, ყველაზე კარგი ვარიანტი ამ მომენტისთვის 2 ლარი და 77 ცენტის გადახდა მოგიწევთ. მაგრამ ნუ აქ 1000 ლარიდან იწყება ვაჭრობა. და ამიტომ ყველაზე კაი ვარიანტი არის რომ თქვენ აირჩიოთ თქვენ რა თანხა გაქვთ რეალურად და რამდენის შეძენა გსურთ. მაგალითად მინდა 25 ლარის რომ ვიყიდო. აი შემდეგ ამოგიგდებთ აქ ყველაზე კარგი დასაწყისში იქნება ყველაზე კარგი კურსი. და სწორედ აქედან უნდა აირჩიოთ, ეს უნდა აირჩიოთ, შესაძლებლობა გექნებათ, რა თქმა უნდა. და შეკვეთა გავუკეთეთ ამ ადამიანს. მოდი ახლა შევუკვეთოთ ამ ადამიანს 25 ლარის კრიპტო. აი buy USDT ამას დააჭერთ. აქ ჩამოიშლება და მოდი ვთქვათ 30 ლარის შევიძინოთ. 11 დოლარი და რაღაც გამოდის. და გავუკეთოთ ახლა შეკვეთა. შეკვეთა წარმატებით განთავსდა და მსგავსი ვიზუალის პანჯარა მოგიხდებათ და ჩვენ ველოდებით ჩვენ უნდა გადაურიცხოთ ახლა და შემდეგ შევატყობინოთ რომ უკვე გადაურიცხეთ და ველოდებით გადაურიცხოთ. მოკლედ გადაურიცხე და მანაც მალევე დამიდასტურა
გადაუგზავნე აქ ჩეკის ქვითარი, რომ ნამდვილად გადარიცხულია და ნუ თქვენ მან დააკვირდებოდით რეკვიზიტებს, ბანკის ანგარიშის ნომერი იყო, სადაც რეალურად გადაურიცხე. კარგი, ახლა გადავიდეთ, როგორ ხდება ამ კრიპტოს გაყიდვა. როგორც დასაწყისში, ანუ აქ ვიყავით ყიდვის განყოფილებაში, ახლა გადავიდეთ გაყიდვის განყოფილებაში და იქ ავარჩიოთ ვის მივყიდოთ. გაყიდვის სექციაშიც, ასე ვთქვათ, დაგვხდება განცხადებები და მოდი ისე 25 ლარის განცხადება მოვძებნოთ და ავარჩიოთ, დიდ შეკვეთებზე ვინც მუშაობს, ცოტა დიდი დრო დაჭირდება სავარაუდოდ, ამიტომ მცირე თანხით ვინც არის მისგან ავიღოთ და მას მივყიდოთ, ალბათ უფრო მალე დაგვიბრუნებს პასუხს და მოდი 29 ლარის კრიპტო გავყიდოთ ამ შემთხვევაში და განვათავსოთ შეკვეთა. წარმატებით განთავსდა და დაველოდოთ ახლა მისგან გადმორიცხვას, რომ შემდეგ აქედან დაუდასტურებ მიღებას და სულ ეგარი. მოკლედ დაუდასტურე საბოლოოდ ტელეფონზე მაქვს მე პირადად მიბმული დადასტურების ფუნქცია, ანუ fingerprint-ით ვაკეთებ მაგას. თქვენ როგორც გიქნებათ, ეგრე შეგიძლიათ დაადასტუროთ და თავი არის, რომ ვისგანაც გერიცხებათ, იგივე სახელი და გვარი იყოს, რაც აქ არის მითითებული და ვისაც ურიცხავთ, იგივე სახელი და გვარი იყოს მითითებული, რაც აქაა. და სულ გაამარტივია დანარჩენი ყველაფერი. მადლობა, რომ აქამდე მიყურე. ეს იმას ნიშნავს, რომ გაინტერესებს მსგავსი სტილის კონტენტი და გამომიწერე, რომ არ გამოგრჩეს შემდეგი ვიდეოები. აბადროები და წარმატებები.